კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ვოლატილობა გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობამ განსაკუთრებით იმოქმედა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე და ბაზრებზე ესკალაციის შიშები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა. გეოპოლიტიკური რისკების მთავარი ინდიკატორის ნავთობის მნიშვნელოვანი მწარმოებელი ირანია, რომელიც აკონტროლებს სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეს და ის უკვე ჩაკეტა კიდეც. როგორც უცხოური მედია წერს, კონფლიქტის დაწყებამ ბრენტის ფასზე იმოქმედა და ბარელზე დაახლოებით $73 პარასკევს მიაღწია, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. ამ ფონზე ინვესტორები უსაფრთხო აქტივებს ეძებენ, ეს კი ძვირფას მეტალზე ისედაც გაზრდილ მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის და ოქროს გაძვირების მოლოდინს ქმნის. უამინდობის გამო შექმნილი რიგების მიუხედავად გადამზიდავმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა 2026 წელი მაინც აქტიურად დაიწყეს. კომპანიებში ამბობენ, რომ ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია და ელიან, რომ 2026 წელს საქართველოს როლი შუა დერეფანში კიდევ უფრო გაიზრდება. მოლოდინი ევროპაში გაზრდილი ექსპორტი და ჩინეთთან გააქტიურებული ტვირთბრუნვაა. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ გადაზიდვების ტარიფები 2025 წლის მაჩვენებელზე ჭუნდება და 40 ფუნტიანი კონტეინერის საზღვაო გადაზიდვა $5,000-მდე ჩდება. რაც შეეხება სარკინიგზო გადაზიდვებს, აქ ფასები არ გაზრდილა და $7,000 ფარგლებში მერყეობს. ვრცელვადიან პერსპექტივაში გადაზიდვის ტარიფები დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადადის, იწყება შავი ზღვის ფსქერის შესწავლა პროცესის ზედამხედველობას იტალიური ჩესი განახორციელებს. ამასთან კომპანია იღებს ვალდებულებას კვლევის შემსრულებელ კომპანიას დაეხმაროს საჭირო ნებართვების მოპოვებაში. შავი ზღვის ფსქერის კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების საუკეთესო გზის დადგენა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კომპანია ჩეზი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია ამ კვლევის ეფექტურად განხორციელებაში, მათ აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კომპეტენციის კომპანიის არსებობა და მან განახორციელოს ეს კვლევითი ეტაპი. შავი ზღვის კაბელი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პროექტი უკავშირდება ევროპის ბაზარს. ხელშეკრულება ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის კვლევას, რაც გულისხმობს გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას ფსკერისას, რომელიც განსაზღვრავს რა სახით მოხდება კაბელის, ასე ვთქვათ, განლაგება ზღვის ფსკერზე. გარდა ამისა, ჩესის უკვე ჩატარებული აქვს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ჩვენი პროექტის, რამაც დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით გაკეთებადია. როგორც აღნიშნეთ, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ნამდვილ ენერგეტიკულ ჰაბად იფუნქციონირებს.